აღმოსავლეთ სარდლობის მეხუთრავლო ცენტრი წანის და ჩამოყალიბდა თავდაცვის ძალების ძალდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. დაყოფები განლაგებულია რეგიონალური პრინციპით აღმოსავლეთის და დასავლეთის артиллеристების გამორჩეული ღვაწლი განსაკუთრებულად რუსეთ-საქართველოს ომში. არების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ომარ მოქმედებებში ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოპერაციებსა და 2008 საზეიმო ღონისძიებაზე მოწყობილია თავდაცვის ძალების მეთაური. გამარჯობა ბატონებო. თავისუფლად. აღლუმო თავისუფლად. გალბატონებო და ბატონებო. საქართველოს სახელით ვიძამ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ გულოცავთ წმევამდელებს საქართველოს ჯარისკაცი და ვუსურვებთ ამ სახელის ღირსეულად ტარებას. ისე როგორების მანძილზე ამაყად ატარეს საქართველოს მეომარი აპარატი, მათ შორის 3 სატრანსპორტო მრავალფუნქციური შოუნი Mi-24, 5 საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავი Su საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავი Su-25. Я безумно рада быть частью этого праздника, безумно рада находиться в этот момент, в этом месте, в этой стране, конкретно в данную минуту. Я бы хотела поздравить всех с праздником Днем независимости Грузии. Это воистину один из самых главных грузинских праздников. И я надеюсь, что только с каждым годом у нас будет собираться все больше и больше граждане Грузии, туристы, экспаты, потому что этот праздник должны прочувствовать все, чтобы понимать значимость и величие этой страны. არა მარტო ჩვენთვის, მე მგონი რომ თითეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი არის დღევანდელი დღე 26 მაისი. ყველა ქართველისთვის, ყველა მართლმადიდებლისთვის, განსაკუთრებულად ჩვენი ოჯახისთვის ალბათ მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ოჯახში და ზეიმი გვაქვს ხოლმე გამართული. ხედავთ რომ მთელი საქართველოს ზეიმობს. და გვიხარია. საქართველოსთვის თითოეული ადამიანისთვის, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველო, როგორც სახელმწიფო, ჩვენ აღნიშნავთ სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე თავისით არ მოსულა, რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი მრავალსაუკუნოვანი ძალისხმევის, ბრძოლის, თავგანწირვის, ჩვენი სხვა თაობების, უფროსი თაობების და ასევე ამ თავისუფლების დღესთან ერთად არის პასუხისგებლობის დღეც. იმიტომ რომ ამ თავისუფლებას, ამ დამოუკიდებლობას ჭირდება დაცვა, ეს თავისით არ გაგრძელდება, მომავალში თავისით არ განმტკიცდება და არ გაძლიერდება. ჩვენ გვაქვს თითოეულ ჩვენგან ჩვენი წილი პასუხისგებლობა ამ დამოუკიდებლობის დაცვის და ამ პასუხისგებლობით ღირსეულად უნდა გადავცეთ ეს მონაპოვარი მომავალ თაობებს.